აბა ყველას მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო. გამარჯობათ ხალხო. მეგობრებო. დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი. ბოლო დროს ესეთ ვიდეოებს წერთ, იმიტომ რომ უფრო ვახერხებთ ბოლო დროს და ვინც ვლოგებს ელოდებით, მინდა გითხრათ, რომ მალე ვლოგსაც დავდებ აუცილებლად. უბრალოდ ესე ყოველდღურად ახლა ამ პერიოდში ვერ ვახერხებ. მაგრამ ნუ როგორც ვახერხებთ, ესე მოვდივართ თქვენთან. ამ პერიოდში ძირითადი ინტერესი მაინც ხო, ყავით ხელში. პოლიტიკურ მოვლენებზეა გადართული და ჩვენ ვცდილობთ, რომ აქტუალური რაც არის, იმაზე ვისაუბროთ ხოლმე. ხო. და გამტვირთოთ. რამდენად აქტუალურია თქვენთვის, მაგრამ როგორც მივხვდით, ჩვენ რაღაცა სხვა ჭრილში ხედავთ ამ პოლიტიკურ მოვლენებს და გვინდა რომ თქვენც დაგანახოთ ცოტა სხვანაირად, ცოტა უფრო შედარებით პოზიტიურად, რამდენადაც შეიძლება რომ პოზიტიურად დაინახო. ცოტა ის პოზიტიურად და თან რეალურად. რეალურად რა კლოუნადაშიც ვართ ჩვენ. როგორც მივხვდით, ლაშა მაინც რეალისტია, მე უფრო ოპტიმისტი ვარ. ანუ ეგას გონია იქ მართლა პოლიტიკური პროცესები არის, ან ერთი ან მეორე მხრიდან. სინამდვილეში ცირკი არის. სინამდვილეში ცირკი არის. მოკლედ ნელა ვერ ყავი მეც თქვენთან ერთად ამ პოლიტიკურ ამბებში, არასდროს არ დავინტერესებულ ვარ, მაგრამ ეხლა ისეთი დრო დაგვიდგა. შენ ეგუთხარი ხალხს ახლა იმ შენი ვიდეო რო შენი რა გინდა. შენი ვიდეო რო წაიღეს და წამოიღეს და აკრიეს იდეა. ხო, სხვათა შორის თქვენგანაც მივიღე გოგოებო კომენტარები, ნახე რომ დამიწერეთ თქვენი ვიდეო ნახეთო Facebook-ზე, სხვადასხვა რა ვიცი, გვერდებზე და ზოგმა მეგობრებში ჩემმა მეგობრებმა დადესო თქვენი ვიდეო გამიკვირდაო და მეც მინდა გითხრათ, რომ მეც ძალიან გამიკვირდა გუშინ დილით მეც ჩამიგდეს მეგობრებმა ჩვენი ვიდეო ბევრს გაუკვირდა Facebook-ზე რო გვიხილეს სხვადასხვა გვერდებზე. მანდ ერთი ის არის, საინტერესო რა არის, სადაც დებთ, იქ უყურებს ხოლმე 500,000 ადამიანი და სადაც ხომ დადო? ხო, აი, თუმცა რამდენი ნახვები აუგროვებია ჩვენს ვიდეოს. ხო და მოკლედ ძალიან გამიკვირდა, იმიტომ რომ ჩვენ არავინ არაფერი არ გვითხრა, არაფერი არავინ არ გვკითხა, უბრალოდ ესე არც გადააზიარეს, არა, ბევრმა კი გადააზიარა TikTok-იდან, მაგრამ ეს გვერდები, რომლებმაც დადეს ეს პოპულარული გვერდები Facebook-ებზე, როგორც ჩანს, რაღაცნაირად გადაწერეს, ხო, ჩვენი ვიდეო. მანდაც ლოგიკური ხაზია, თუ გავალებ, ანუ ვინც ისე ჩაულებია, თუ ყოველ ჩაულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს, იმან აიღო და გადააზიარა, როგორც ყველა ნორმალური ადამიანი გააკეთა. ვინც მავნებლები არიან, ბრედნები რა, ნაცები და კოცები. მაგათმა მოიპარეს. როგორც კურდები როგორ ახართ ბიჭო, რა გჭირთ. როგორც ახალი წელი მოიპარეს, ისე ჩვენი ვიდეოც მოიპარეს. რა გჭირთ ხალხო, რა ვიდეოებსაც იპარა, რა გჭირთ. ხო, და მოკლედ ესე გამოვიდა, რომ ხო, ჩუმად ეს ვიდეო ესე იგი ჩამოტვირთეს და თავის არხზე დადეს, თავის გვერდზე და შვენივრად აგროვებენ ნახვებს, კომენტარებს, ზოგი გულანძღავს, ზოგი გვაქებს. არავინ არც ვიცის ვინ ვართ საერთოდ. ანუ შეიძლებოდა რომ არხი მაინც გაეზიარებინათ, ხო შეიძლებოდა? არ ვიცი რა რაღაცნაირად. არა, დაუშვათ ხო, კაი. კანონმდებლობა თუ არ არეგულირებს, მორალური კოდექსი ხო მაინც არსებობს, რომ რაღაცა თქვა, ამას ვის ვიდეოსაც იღებ და თქვა, რომ აგე ეს კაცი რავი, ან ხო, ან სახელი მაინც გაიგო. ან აგდებს, ან რაღაც მისამართი მიუთითო. ან დარეკი მკითხე და ლოცვი რომ იქნებ არ მინდა ეგრე. არა, შენ რა პრობლემა კი არა გქონდა. კი, ისარგებლეთ, გენაცვალე, რა პრობლემა არის. ჩვენ ხარა ისეთი არაფერი არ გვითხოვთ. უბრალოდ დილობის ამბავია, მეტი. ისედაც საჯარო თუ დებთ ამ ყველაფერს და პრობლემა არ არის. რაც მეტი ადამიანი ნახავს, ჩვენთვის უკეთესია, მაგრამ უბრალოდ ხო, რაღაცა დილობა. ცოტა ისეთი არის. დილობა ყველგან და ყველაფერში. თან ის მომეწოდათ. ანუ შენ ციტატა რო დაწერეს ჭალებში ზემოთ გვერდმა რა გააზიარა ეს გააზიარა დადო ეს ვიდეო ჩვენი და ლაშას ციტატა ესე დააწერეს და всё, ანუ არც სახელი ვინ ამბობს, ან საიდან არის წყარო, საერთოდ ანუ არაფერი და არც დაინტერესა. ეგრე ზა თუ გინდოდა, მაგით თუ გეთქვათ, ეს თქვენა დაროცვირო, მე მელოდებოდი. ესე თუ გიჭირდა და შავდღიში იყავი და აქამდე გეთქო და აქამდე ვიზავდი. რა იყო რა მოგივიდა.
ხოდა უბრალოდ შეგეძლოთ რომ მოგეწერათ და გეკითხათ ჩვენთვისაც და ჩვენ ნამდვილად უარს არ გეტყოდით. და უბრალოდ კარგი იქნება რომ მიგეთითებინათ საიდან წაიღეთ ვიდეო, მეტი არაფერი. ხო, ჩვენ მაგით ვშრომობთ რეალურად, რომ გვინდა რომ ხალხმა ნახოს და მოიწონოს და გამოიწეროს გვერდი და ჩვენი აზრი გაიზიაროს ნაწილ მან ვინც არ იზიარებს და მოკლედ. ხო, სამწუხაროდ ეს ყველაფერი და მაგით ვაკეთებ. ხო. სტილობა რა. ხო, ანუ რა გამოვიდა ხან ხალხმა ნახა ეს ვიდეო, ყველას ნუ ზოგს მოეწონა, ზოგს არ მოეწონა, მაგრამ ვინ უთხრათ? არა და უთხრათ. ზოგს არაფერი არ კონტექსტიდან ამოვარდნილი ვიდეო და ანუ მოუხდა უბრალოდ ამ სიტუაციას, ხო? გამოიყენეს კარგად. კარგად გამოიყენეს, კარგად ჩაჯდა ამ როგორც ეს პოლიტიკოსები ხომ შეულებიან რომ ხალხს იყენებენ და აქაც გამოგვიყენეს ეს როგორც ხოშიანა დაწყობდათ. ზოგს კოცები უგონივართ ახლა ზოგს ნაციონალი ვართ ეგრეა ხინა. ასე რომ ხალხს დილობა გქონდეს სხვის ნივთს რო იღებთ იკითხეთ მაინც შეიძლება თუ დამნიშნულობა კოცი ხარ თუ ნაცი ხარ მაგის გარჩევა უნდა იცოდეთ ეს. ხოდა ყოს არიცით თქვენ ეგეთი ელემენტარული არიცით ქვეყნის მართვას საიდან გეცოდინება თქვენ ეგ არიცით ელემენტარული და ყველაზე სასაცილო ხარ არის რომ ანუ Facebook-ი ჩვენ არ გვაქვს აი რაღაც საერთო Facebook-ი ჩვენი პირადი Facebook-ები გვაქვს მაგრამ ეს საერთო არ გვაქვს სადაც ისეთ ვიდეოებს და მოკლედ გამოვიდა რომ ჩვენ Facebook-ზე არ გვიდევს ეს ვიდეო თუმცა მოიარა მთელი Facebook-ი ყველა ვნახა რომ ჩვენ Facebook-ი არ აქვს. ხო, მაგრამ ნუ მოკლედ ეგ TikTok-ზე დავდეთ, ეგ არა ჯერ YouTube-ზე დავდეთ, მე TikTok-ზე უბრალოდ ამოვჭერი პატარა მომენტი და ეგ დავდე და მოკლედ მაგ ვიდეომ გუშინ იფეთქა, რასაც ქვია. ხო, რომელ ვიდეოზე ვამბობთ? ხა თუ ვინმე მარიცის, ხო, მაგ გაფიცოზე სადაც საუბრობდით, რო? ხო, გაფიცო, რატო უნდა გავიფიცო? რატო უნდა გავიფიცო და დამთავარი იყო რომ ვისგან მოდის ეს გაფიცოს. ხო, და ვის უნდა გაიფიცო და რატო უნდა გაიფიცო, ხო. ანუ ის შეუულებრივი გადაობა იყო რა, მაგრამ ვიღაცაებმა სერიოზულად ისარგებლეს მაგ თემით. ხელი მოითბეს. ხო და მოკლედ ესეთი ხოთშორის ესეთი პირველი ვიდეო იყო, ხო, ესეთი რომ ჩაგვაგდეს სადღაც აი ესე უცხო გარემოში, უცხო ხალხში. და ჩემთვისაც ის იყო რა, პატარა გამოცდასავით იყო რა, პირველად მართლა რაც ამდენი წელია YouTube-ი მიყავს და მართლა არ ყოფილა ესეთი სიტუაცია, რომ ამდენი კომენტარი მომსვლოდა და თუნდაც კარგი და მით უმეტეს ჰეითერული კომენტარები მე საერთოდ თითქმის არ მაქვს ხოლმე და არ ვარ მიჩვეული და უცებ ესეთი რაღაცა ეხლა ვხვდები უკვე ეხლა მესმის იმ ბლოგერების რომლებსაც აი ესე ყოველდღე უწევთ ამხელა ჰეითის გადატანა მე მინიმალური რაღაც ვიღე და წარმოიდგინე ვისაც ძალიან უწერენ. ძლივს ერის ეგასო ნახა მასებმა ეგას ვიდეო. აბა, პოლიტიკით. ამდენი ხანია რა. ხარას ვიღებ და პოლიტიკაზე როგორც კი რაღაც ვთქვით, ისიც ლაშამ თქვა. ეგრევე აიტაცა. პოლიტიკური ამბიციები ეგას არ აქვს. ზოგადად ხალხო იცოდეთ რომ ეს პოლიტიკოსები არიან ძალიან ცუდი ხალხი. არ და ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი რომ მართალ კაც თუ ვინმე ესე გულწრფელად რომელიმე სიგჯერათ, აი რომელიღაც პოლიტიკოსის ან თავრობიდან ან ოპოზიციიდან. მან იცოდეთ რომ მართალ ადამიანს ვერ იპოვეთ, გამორიცხულია რა. ხო და. თუ ვინმე მარიცით და გულწრფელად ვიღაცას ენდობით. ხო, მაგრამ სხვა გზა ხო არ არის ხა ეგეც არ არის, სხვა გზა ხო არ არის. ხო, ყოველთვის იქნება. კიდე ვიღაცა პოლიტიკაში ყოველთვის იქნება არჩევანი ცუდსა და უარეს შორის. ანუ ახლა დღეს ხო ეს თემა მუსიერებს საზოგადოებაში რომ ჩვენ არჩევანი გვაქვს ცუდსა და უარეს შორის და ზოგადად ეგ სულ ეგრე იყო და სულ ეგრე იქნება. პოლიტიკაში კაი ტიპები არ არიან და სულ უნდა ვირჩიოთ ცუდსა და უარეს შორის. ასე რომ მაგას რაღაცნაირად შევეგუოთ, რომ ყოველთვის შედარებით მოგვიწევს არჩევნის გაკეთება. ერთადერთი ნუ რა ვიცი. რო უყურებ და არც ის არა ვარ მაგის გუნდის წევრი ხარ გირჩეულობა არ დამაბრუნოს ვიღაცამ რო უყურებ ხოლმე და უსმენს გირჩი სამეული როც ის ხოლმე რაღაცებს საუბრობს ძალიან ბევრი კარგ რაღაცებს და კარგად აანალიზებს და კარგად იცის მიტანა რა ამ რჩევლამდე მოყოლებამდე იქ აღეჭავს ხოლმე რა მაგრამ ხანდახან მე გამოვა და ისეთ სისულელეს იტყვის ხოლმე რომ მე მაგაის არ ვეთანხმებით მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში რესპექტ ჩემგან ყოველ შემთხვევაში ძალიან საინტერესო მოსაუბრი ხალხი არის თუმცა ერთი რაღაც მაინც ვერ გავიგე სულ ამას ვენებ და ეს კითხვა და ეხლა უნდა დავსვე ეკა რა შეკითხვა აქვს ლაშას გირჩთან
ხო, რაც შეიძლება მიმოწვდენიეთ, ხმა მართლა მაინტერესებს. რამოდენიმე დღის წინ უსმენდი, ხშირად უსმენ ხოლმე იაგოს. ხო და მაშინ თქვა, რომ ოპოზიციის მხარესო, ეს ხარიმის გადალახა და პარლამენტში შევიდა 4 პარტია, რომ 4 იდიოტი იღებდა მონაწილეობას, და 4-ს ხარი გადალახავდა. მე მაინტერესებს 4 იდიოტს რო ეჯიბრები, მეხუთეზე როგორ შეიძლება რომ გახვიდე, ეგეთი კითხვა მაქვს. მართლა მაინტერესებს ახლა და რამენაირად მიაზრდეთ, ხმა რომ აი როგორ აგვიხსნის მაგ ყველაფერს მართლა მაინტერესებს. თუმცა კიდევ ვიძახი ხა ეს ჩემი სიცილი და ხუმრობა იმაში არ ჩამითვალოთ რაღაც. სარკაზმი, ხო, არა, მართლა მაინტერესებს რა. აგიხსნის. რესპექტ კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ჩვენ პოლიტიკურ ფონზე ერთ-ერთი საღად და ნათლად მოაზროვნე ადამიანი. ხო და მართლა მაინტერესებს რომ ამიხსნას, რომ როგორ შეიძლება 4 იდიოტს ეჯიბრებოდა რომ მეხუთეზე გახვიდე რა. თან მე შენები თქვა ყველაფერი. ნუ ეგეთ შინაარსის ტექსტი აქვს ნათქვამი. ძალიან კარგად ლაპარაკობს გირჩი, მაგრამ ეს იარაღების თემა, აი ხო. მაგას გულისხმობდი სისულელეების წერა. ძალიან ზედმეტია, ხო. აი ამ იარაღების თემაზე ძალიან აქტიური არის, ანუ ყველას უნდა დაურიგოთ იარაღი. ეგ არ მესმის და ამას ალბათ რა ვიცი, ვერასდროს ვერ დავეთანხმები, რომ ყველა ქართველს იარაღი უნდა დაურიგო. როცა რო დათვრება ქართველი ვიცით იარაღი თუ აქვს. როცა აკეთებს. სადამ მაგას მიხვდებოდი, იარაღი რომ დაგერიგებია, მანამდე ფული დაურიგოთ ცოტა. დაწყარდება ეს ხალხი იარაღი არ დაჭირდება რა. ხო და აი ეს თემები რა. აი სამსახურები, კაი ხელფასები და კაი პენსიები რომ დავარიგოთ, და სიტყვებია. ცოტა რა დაკორექტირდეს, მე მგონი არის კი. ხუმრობა ეხა ესმის იმედია მიხვდება თუ უყურებს ვინმე გირჩის ამორჩეველიან თვითონ თუ მიაღწევს ეს ვიდეო და პასუხად ჩათვლის სავარაუდოდ კარგი იუმორის გზნობა ექნება და გაიგებს ალბათ. და არ ვიცი ხა გავცემს პასუხს ხო ვაფშე. ეს უბრალოდ თვალში მომხვდა და ანუ ხშირად მესმის ეს თემა და მაგიტო თორე ხა ისე ყველაფერი არც მე არ ვიცი ხა. შეიძლება კიდე რამე აქვს ისეთი რაც არ მომწონს, მაგრამ ზოგადად ეხლა რაც ვიცი ამ ეტაპზე ერთ-ერთი პლუსად შეიძლება ჩაითვალოს მაგის, იმიტომ რომ დანარჩენის არაფერი არ ვიცით, იმიტომ რომ ხალხს არ ელაპარაკებია, რასაპირებენ. ეგეც ძალიან კარგია. ეს კაცი რაღაცა მაინც ვიცით, იმიტომ რომ გვეუბნება რომ მე რომ მოვალ ამას გავაკეთებ, ამას ვიზავ, ამას სხვა მაგაზე ხმას ანუ ვინმე ამას აღვირდება ხა ხო. პროსტო უნდა ავირჩიოთ, ესე იგი არ ერთი არ იყოს არ მეორე, ეგეთი ვარიანტი გვაქვს. ბურუსით მოცულები არიან დანარჩენი პარტიები, მაგალითად მე კაცი ღიად გამოდის და რაღაც მე არაფერი არ ვიცი მათზე. გეგმები აქვს აშკარად რა. გარდა მათი წარსულისა. სამწუხაროდ. სამწუხაროდ. ვინას აპირებს არაფერს არ გვეუბნებიან, ამიტომ გარდა მათი სამწუხაროდ წარსულისა. ხო, მოკლედ მე დავშვა ძალიან ჩაურმა ოდითონ პოლიტიკას როგორც ხედავთ და სულ მინდა რომ რა მოგასუნთქებს ვინმე სულ პოლიტიკა არის. სულ მინდა რომ გადავიტანო ლაპარაკი რაღაც სხვა თემაზე, მაგრამ არა, მაინც აქ მოვდივართ ხოლმე, იმიტომ რომ აი ამ რეალობაში ვართ ეხლა. არა და წეღანამის თქმა მინდოდა რომ ცხოვრებაში ვერ წარმოვედგინე რომ ჩემი ვიდეო გაპოპულარდებოდა ეს პოლიტიკაზე ლაპარაკობ და მონაწილეობას ვიღებ. იქ კი არ ვლაპარაკობ, ისე ვდგავარ და უბრალოდ ვიცინი ლაშის ხმრობაზე, მაგრამ მაინც ამ თემა. ანუ წარმოიდგინეთ რადონის პოლიტიკური ფსკერი და კრიზისი გვაქვს, რომ ესეთი ადამიანის პოლიტიკური შეფასება გახდა ერთ-ერთი პოპულარული აზრი პოლიტიკურ სივრცეში. აზე ხარ რა ხდება? ყველაზე არაკავშირი. როგორ ბიჭის აზე ხარ? ჩემთვის მაკიაჟებს ვიკეთებდი რა ვიცი. საჭმელებს ვაკეთებდი სახში, მაგრამ არა, უნდა თქვა შენი აზრი. ვინმე თუ ესმის ჩვენი რაღაცა გარეთ ან ევროპაში ამ რაღაცა გვიშველეთ ხო? რაღაცა მოიფიქრეთ. ხო, აი ესეთი რეალობა არის მეგობრებო. ხო და ამ პოლიტიკამ ჩათრევაც იცით და დამაინტერესა სერიოზულად ეხლა უნდა ჩავშერიალები. მართლა რაც უფრო უღრმავდები უფრო და უფრო აი როგორ არის ის სერიალს რაღაცის მომენტს დამთავრდა შეცევა რომ მეორე დღეს გიყურები. რაც უფრო უღრმავდები უფრო და უფრო შენ თქმის არ იყოს ხდები როგორი ბინძურია მართლა. ვები რომ სანაგვეზე ოქროს ვერ იპოვი, ოქროს არავინ არ აგიტებს სამწუხაროდ. ხო და აი რა ვიცი, რანიკა მალე უკვე ჩაწყნარდეს ეს სიტუაცია, რომ გავაგრძელო ჩემი ყოველდღიური ვლოგების დადება. ცუდი რა არის კიდე, რომ ის ეხლა დღესაც ხდებოდა, რასაც უყურებდით, რომ აბსოლუტურად ყველა სფერო მოიცვა, ხო? ყველაფერი, მაგრამ სპორტ დღეს რეალის და ბარსელონას ვერ შემოწირები გამოვიდნენ და რაღაც მარში მოაწყეს. ხო, აი ფეხბურთის გუნდი. ხო, მე PR მენეჯერები, ანუ ამ ქვეყნის დიდი უბედო ადრეცა მაქვს ნათქვამი. და მე რა, კახი კავსაძემ თქვა, სანამ ყველა თავის საქმეს არ გააკეთებს, ამ ქვეყანას არ ეშვა. რა ვიცით ჩვენ ეხა აქ რაღაც
ადამიანი ღომს აკეთებს და მე რაღაცას ღლიცინებ აქ იუმორში და რეალის ფანმა და ბარსელონას ფანმა და რაღაც პიარ მენეჯერმა პოლიტიკურ სიღრმეებში ჩავიდეს და რაღაც ანალიზები გააკეთოს მაგის. ხო, დღეს ბარსელონას და რეალის ფანები გამოვიდნენ, ხო და ერთად დადგნენ. ხო, მარში მოაწყეს და მე კოცებში იმაშვებოდნენ ჩურჩულებდა ხალხი, რომ ეხლა ბარსელონას და რეალის ბალეშიკობას გულში ბარსელონას და რეალის გულშემატკივრობა უნდა აღვგზავნოთო. თორემ ესენიც რევოლუციას მოგვიწყობენ. ჯერ ის ყურა გვეგზალა საქართველოს უკრაინის თამაში, უკრაინას მის გულშემატკივრობა. რა ვიცი. ჯერ მაგაზე ვიფიქროთ. აი ზუსტად. აი მაგას მეც ავკრძალავდი. აი ესე დღეში ვარ ხალხო და ყველა პოლიტიკოსობთ რაღაცებს. ჩვენ სამზარეულოებში. ყველა ბრძენები ვართ და პოლიტიკოსები. მაგრამ ეგ არის რომ ვისი ბრალი არის? ვისი? გვაინტერესებს პოლიტიკა, მაგრამ არ გვასვენებია, ყველი ერთი არხი დამისახელეთ ქართული, სადაც შეიძლება გადართო და პოლიტიკას არ უყურო. გასაგებია რომ სადაც არ უნდა გადართო, ყველგან სხვადასხვა სიტუაცია, მაგრამ ყველგან პოლიტიკა არის. ხო, იმიტომ რაღაცა ხალხი ძალიან სერიოზულად აღიქვამს, ძალიან გულთან მიაქვთ და სერიოზულად აბულინგებენ ერთმანეთს მაგაზე და სიბრაზეს იწევს უკვე, რა თქმა უნდა, ურთიერთობაში და ის ტელევიზიების ბრალი არის, დიდი დამსახურება ყველაფერს ტელევიზიებს აქვს. კეთილხმები კი, ნამდვილად. ძალიან დიდ ზისხს აღვივებენ ხალხს. ერთმანეთს არ უთხილდებიან და ტელევიზიები მაგაზე ასხავენ ნავთს ცეცხლზე, რომ უფრო და უფრო არ მოუთხილდეს ხალხი ერთმანეთს და პირიქით სულ რაღაც ისეთი პროვოკაციული კითხვები გინდა ერთ მხარეს, გინდა მეორე მხარეს, რომ რომელიმე არის ობიექტური ტელევიზია? მე არ ვიცი, თუ იცით ხალხო, გითხარით, რომ დავიღალე გადართე გადმორთეთი და გაანალიზებით, ერთი რო ჩართო და აი უბრალოდ ფაქტები რომ მიიღო. განა ის რომ აზრი მოგაწოდოს ვიღაცამ, რომ თავისი მოგახვიოს, რომ აი ფაქტი მოხდა და უკვე ქვეტექსტი აქვს, რომ აი ესეთი სტილით მოხდა. არა, აი უბრალოდ ფაქტი რომ გააშუქოს და ანალიზი შემდეგ იტოვოს. ეგეთი თუ არსებობს, გავაგებიეთ მართლა. ხო, მაგრამ იცი რა, ამაზე ადრეც ხოლმე ლაპარაკობდით და სულ ფიქრობ ხოლმე მაგაზე. მე მგონი ეგეთი რამე არც არსებობს, არც მსოფლიოში. დედამიწის ზურგზე? ხო, იმიტომ რომ ჩვენსაც ვარ გადახედო, სხვა ქვეყნებსაც იქაც ეგრეა რა, ანუ არის ოპოზიციური ტელევიზიები, არის სამთავრობო. არა, ეხლა გამორიცხულია, ყველგან ეგრეა, რა მგონია? მე არ ვიცი. მეც არ ვიცი, ამიტომ თუ ვინმე ვიცით, დაგვიწერეთ. ხო, გავაგებიეთ. ტელევიზია, რომელიც უბრალოდ ფაქტს ასახავს, გიყვება, აი მოხდა ესეთი ფაქტი. აი გეტყვის რომ ყველანაირი რაღაცა ქვეტექსტების გარეშე და ყველანაირი მიმიკის გარეშე, მიმიკაზე არ უნდა შეგეტყოს, რომ შენ რაღაც ამ ფაქტის წინააღმდეგ ქვეტექსტები რაღაცა პროვოკაციული კითხვები, აი უბრალოდ ფაქტი რომ გააშუქოს. აი თუ იყო ვინმე ტელევიზია გუშინ, რომელმაც გააშუქა, რომ უბრალოდ თქვა, რომ დაგეგმილი იყო ნაძვის ხიდს რაღაცა ტანტება. ვერაინტო. არაინტო. და რა განცხადებებიც გაკეთა, რატომაც არაინტო? აი, ვისაც ეკუთვნოდა, მერიას ხო ეკუთვნოდა და უნდა აინთო და ვერაანთო და გადადო და რა განცხადება გააკეთა მერიამ და მე მეორე მხარე რას ფიქრობდა და მაგით რომ მორჩეს, ანალიზი ჩვენ დაგვიტოვა. არა. ის კი არა რომ ჩვენი ვიტო არავანთეთ რომ ერთი ამბობს რომ ჩვენ არავანთეთ რომ ამიტო და ამიტო მოკლედ ეს მაინც ამბობს რომ არავანთებიეთ და ისინი ამბობენ რომ კი ავანთებდით, მაგრამ აი ბავშვები შეგვეცოდა და ისინი რა პროვოკაცია. და ორივე მხარე როგორც ყოველთვის გამარჯვებულად გრძნობს თავს ჩვენთან. ორივე მხარე ზეიმ. რა გეზეიმება? საწყალი ოტიასი არის. ოტიასელიანი ამბობდა ხოლმე რომ ეს არჩევნები რომ მოდის ხოლმე ამ ბანერებს რო გამოაკრავენ, რომ ყველა არის დასუქებული ლოკალში და მომღიმარი სახით. რაღაცინებს შეუბედრო ქვეყანა თავზე გემხობა. რა გიხარიეთ, რა ზეიმოთ, რა ზეინტერესოა. მე ჩვენ გვეტყვიან კიდე რეგაცინებთო. ხო. ჩვენც რა გვაცინებს და მათ ხელში ვარ სხვა გზა. ან ჩვენ რა გვაცინებს, ან თქვენ რა გაცინებთ. აი მე მოკლედ ესეთი ანუ რა დონეზე მივიდა ეს პოლიტიკი ინკლავობა ეხა ამ ორ შორის რა ოპოზიციის შორის რომ ბოლოს რაზე იჩხუბა ხალხმა რომ ნაძვის ხეს აგანთებიებთ არა აგანთებიებთ აგანთები ავანთებ არა არავანთებ და ხო ვერავთ ბიჭო ვერანთებინეს აი ვერაგანთებინეს ხო ვერა აუ ხელა ხალხი პარლამენტარები იყვნენ მისულები იქ მაგაზე რა მაგაზე ხიპიშობს ნაძვის ხეს როგორ აგანთებიებთ
დღეს ცოტა ისეთი ცოტა სევდიანი ვიდეო გვაქვს. მაგრამ მაინც იუმორისტულად. იუმორისტულად სევდიანი. არ ვიცი. როდის დამთავრდება ეს ყველაფერი? იმედია ყველა მშვიდობა იქნება და ყველაფერი კარგად იქნება და არავინ არ დაშავდება. მაგ მონოლოგზე შეიძლება დაიწყო, როგორ ის მომივიდა ხო იცი თავში. არ ვიცი როდის გვეყოლება ისეთი პოლიტიკური და არ ვიცი როდის გვექნება ისეთი პოლიტიკური სიტუაცია, როცა აღარ გაგვეცინება. მაგასი საერთოდ მოხდება თუ არა, ეგეც აღარ ვიცი უკვე. რა ყურადღებას არ მივაქცევთ და მართლა ყველა ჩვენ საქმეს გავაკეთებთ. და კიდე მეგობრებო, უშლით ერთმანეთს ჩვენი საქმის კეთებაში რა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, კიდე ვითქვას რა. ყველას ყველაფერს ვუკრძალავთ. ხო. ანუ მაგის უფლებას ვაძლევთ. პიროტექნიკა ხო აგზავნეს საახალო. ეხლა ნიღბები აგზავნეს. ხო? ხო. კიდე რა აგზავნეს? პიროტექნიკა აგზავნეს, ნიღბები აგზავნეს. ეხლა ფეხბურთის კომაგობას აგზავნენ, რეალის და ბარსელონას გულშემატკივრები შეიკრიბებენ და ამათაც რევოლუცია მოაწყონო. ჯერ ლაშას ვერსიაა და ნახოთ. კიდე ის აგზავნას აბი. არ გამორიცხული რა ეგეც. ხო. გამოიყენო. ზამთარში რომ შეიქცირდება, ესე რო აიწიო ეს. მაგას შეიძლება დაგიჭირი. სიوانه ხალხი ზამთარში გაიდა არ გაყვინე. სერიოზული სტროკები არის. არ უნდა გაგეყიდოს. სერიოზული სტროკები არის მაგაზე. თხილად იყავით. ხო, რა ვიცი, იქნება ის დაგუზავნოთ. ეს უფლობა რო აგვეგზალა ქვეყანაში, გაჭირვება. უმუშევრობა. ხო, უმუშევრობა. უფრო მაგას მივაწვეთ, მე მგონი. ეგრე აგუზავნოთ უკეთესი იქნება. აი, მაგერებს როცა აგზავნოთ, მეგობრებო. მე მასკების და პიროტექნიკის და ეგეთი რაღაცების აგზავნა, აღარავის აღარ მოუწევს. იმიტომ რომ არც არავის აღარ დაჭირდება. ხო, და კიდე იმაზე მინდოდა რომ პასუხი გაგვეცა, აი ყველაზე ცნობილი კითხვა იყო, ხა ჩვენ ამ პოპულარულ ვიდეოზე, რომ ისო, ანუ 800 ლარი მაქვს, 800 ლარიან ხალხს დასდევენ რა, ხო თქვი და მაგიტომაც უნდა გაიფიცო, რომ 800 ლარი არ გქონდესო. ხო და ეხლა მაგის პასუხი სხვა შორის ჩვენ არ გაგვცია ბევრ მაგასცა და მაინც აქაც ვთქვათ, რომ ეგ არის, რომ ანუ მაგას არც არავინ არ აპროტესტებს. აქ სხვა რაღაც თემებია, როგორ ჩვენ ხედავთ, არავინ მაგას არ აპროტესტებს. ამიტომ ესეა, მოკლედ. გამგები გაიგებს იმედი მაქვს. რასაც გულისხმობ. რა ვიცი. და ვისაც არ უნდა გაგება კიდე რა ვიცი, რას არ წერდნენ, ჩემზეც რაღაცები დაწერეს უაზრობები. რა წერდა? რავი, დებილები ჩლუნგები და ეგეთი რაღაცები. გავიტანეს სახულსმა. ანუ საკითხulis განაზრებაში პრობლემა ქონდა, ვიცი. ვინ არის? რა არის? რატო ამბობს? დაიცა. ის დებილი ეს და всё. საკითხulis განაზრებაში პრობლემა ქონდა, ეგ რო კავშირო ხო გითხრა. არა, მოსმენის და ნაყურების განაზრებაში პრობლემა ქონდა. ეგ ნახდა და ვიცოდი. ის გამოვიწყდა, ხო, ისაო, რამდენი გადაკიხადესო? ეგეც დაწერა ვიღაცა. აი, მაგაზე ახლა ვილაპარაკოთ სერიოზულად, თუ გაინტერესებს ვიღაცა. წარმოიდგინე ხა ვიღაცას ეგ. ჯერ ეგ მაინტერესებს ვინ გონია, ანუ ვინ რო გადამიხადა, რომელმა მხარემ გადამიხადა. არა, მე თქვენზე ჭკვიანი აღმოვიჩინე იმას შემთხვევაში. ერთმას დაგვირეკა და მეორემაც და ეხლა დღეიდან 8000 ერთს ვართმევ და 8000 მეორეს ყოველდღე. აბა, მოკლედ გემშვიდობებით მეგობრებო. აბა, მომავალ ვიდეომდე და მალე დაგიბრუნდებით იმედია ჩვეული ჩემი ვიდეოებით, მაგრამ ჯერჯერობით ესეა და ვისაც მოგწონთ უყურეთ და ლაიქეთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი და მე გემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე. კარგად.